დიდი პაუზა გამოგვივიდა ისე, მაგრამ ეხლა კარგად მახსოვდა სადღაც ჩემთვის ფანტაშოებს. და წასულს უთხარეთ კიდეც, რომ იმ პირას ვაპირებდი მოსვას, ასეთ ორი კვირის ვიხარ მეგონა. და რაღაც მომენტში აღმოაჩინე მეთქი რომ ეს ლექცია მოვყევი, ყველაფერი მე გამოვიძარეთ. ან სიზმარში მოდი ლექციას მოკლედ ჩართული ვიყავს. ეხლა ნახევარი. მოგეთ გამოვიდეთ ახლა თვითონ თემას დავუბრუნდეთ და ჩვენ გავიარეთ მაშინ პლანეტები სტიქიების მიხედვით. და მივადექით უხილავ პლანეტებს, მაგაზე გავჩერდით სპეციალურად ურანი, ნეპტუნი და პლუტონი. ეხლა მე კი ფონზე გამოტანილი მაქვს რაღაცა, ესაც დიდად არ ვეხმარ, მაგრამ მაინც რაღაც ფონი ხომ დაიხოს და მაგიტომ არის გადებული. თანაც თუ დავგვიდებით კარგად, ვინც სურათებში ერკვევა, აღმოაჩენს, რომ პლუტონი არ ხატია საერთოდ. იმის გამო რომ მე უბრალოდ ფონზე დავდები მიუხედავად პარაფსიქოლოგიის სკოლის ასტროლოგიის წიგნიდან ამ პლანეტების აღწერა, მოკლე აღწერა, ისინი ამთვლიან რომ პლუტონის გამოყენება შეიძლება საერთოდ და მას არიღებენ ანალიზის დროს. არ ვფიქრობ რომ ამის გამო ის სკოლა ამით ცუდია, ისეთი კარგი შედეგები აქვს ბევრ რამეში, მაგრამ საინტერესო მომენტი არის ის, რომ თუ ჩვენ გადავხედავთ ერთი 2 საუკუნის წინანდელ ასტროლოგიურ ტრაქტატებს, მათ ინტერპრეტაციებს, იმ ასტროლოგებს, ვინც არ იცოდა ურანის არსებობა, არ იცოდა ნეპტუნის არსებობა და როგორი მაღალი შედეგები ჰქონდათ, ხო? ყველას რა თქმა უნდა მაშინ ახსენდება ნოსტრადამუსი. ნოსტრადამუსი სულ არ იცოდა მის ატომსიქით რაიმე პლანეტა არსებობდა თუ არა. მაგრამ ნოსტრადამუსი არ არის ცნობილი პირველ რიგში ასტროლოგიით, თუმცა იყო უდიდესი ასტროლოგი, მაგრამ პირველ რიგში მისი მთავარი პრინციპი იყო ხედვა, წინასახედვა, ხო? და ბევრდამე გაიდეალებულიც არის, უბრალოდ მის შესახებ რამოდენიმე სხვადასხვა ჩანაწერი არსებობს და ამიტომ არ იცოდეს ეჭვს ინფორმაცია საერთოდ მის შესახებ, მაგრამ თუ თქვენ დაუკვირდებით ინფორმაციას ნოსტრადამუსის დროინდელი საფრანგეთის სამეფო კარისა, აღმოაჩენთ ესეთ გინდათ ფილმებით, გინდათ წიგნებით, რომ როდის დაუძახა ეკატერინე მედიჩიმ შესაძლებლად როდის მოიხმო სამეფო კარზე. როდესაც უკვე მას გაკეთებული ჰქონდა ჰოროსკოპი თავისი იტალიელი ცნობილი ასტროლოგთან და იქიდან რომ შედეგები ჰქონდა მოსმენილი, ის არ მოწონდა და უნდა ამისი ან უარყოფა, ან სრულიად დადასტურებას დაუდასტურა კიდეც მერე ნოსტრადამუსის შეხვედრის დროს პრაქტიკულად მიუთითარა, რომ არც ერთი მისი შვილი არ დარჩებოდა დიდხანს დარწა. ეს უცნაური ამბავი არის გადმოცემით უკვე ცნობილი, იმიტომ სხვადასხვა ჩანაწერები არსებობს, მათ შორის იტალიელი რუჯეირო პოტუაცტების ასტროლოგი და ამან დაადასტურა. მაგრამ საქმე რაში არის, ბევრი რამ ცნობილი ნოსტრადამუსზე არ არის, უბრალოდ მის შემდეგ უფრო აღმავლობა მოხდა ასტროლოგიისა და მერე ერთ საუკუნეში საერთოდ დაცემა წავიდა. პიკი ასტროლოგიისა არის მორინი. მორინი იყო ფრანგი ასტროლოგი, რომელსაც მიეწერება რამოდენიმე საინტერესო და ესეც პარალელური ჩანაწერები არსებობს ბევრი ხალხი შეესწრო. როდესაც ის კონჩინის თვალწინ, კონჩინის თვალწინ, ანუ შემდეგი თაობა უკვე, ნოსტრადამუსის შემდეგი თაობა დასცინა კონჩინი და უთხრა რა ჩემი ზურს მითხარია, მომავალი და მოთხა, არ არის ხალხს ალაპარაკო და მიდე მითხარია და შეუდგინა ჰოროსკოპი, მე მეორე შეხვედრა მოხდა ისე ხალხის თვალწინ და პრაქტიკულად უთხრა რომ აი ესე და ნალეთავდება შენ ეს. და თემ დარბაზი იცინოდა, მაგრამ კი აიცინოდა ერთადერთი ადამიანი. კარდინალი შედი. რომელმაც ეს დაიმახსოვრა და გამოიყენა კიდეც. ძნელი საფრთხელი არის მართლა პირდაპირ სწორი იყო ეს პროგნოზით, თუ უბრალოდ შედი ძალაუფლებას რომ მოკიდა, ხელთან წავალ კონჩინ ჩამოვიდო კიდეც, დიდი წვლილი მიუძღვის მას ამაში. მაგრამ იმ პერიოდში შედი კარგად არ ჩანდა. მე გამოჩნდა უფრო და უფრო ძლიერად. და საინტერესო მომენტია, რომ მორინი იყო კარგად მიღებული სამეფო კარზე, მაგრამ ძირითადად კონტაქტი ჰქონდა უფროსის შვილებთან და ცოტა უფრო ერთობოდა სამეფო კარის ხალხი, მაგრამ იმდენად დიდი პატივისცემა ჰქონდათ ისი, როგორც პიროვნების, რომ ამის და მიუხედავად სხვა რამეებია კიდე გაკეთებული. ანდრე მეოთხის და გენრიეტა, რომელიც გათხოვილი იქნა ესეთი გარიგებით ხო, სახელმწიფო შორისო გარიგებით ინგლისში, ჩარლზ პირველის იყო დედოფალი ჩარლზ პირველის მეუღლე გახდა. მას არ გაკეთებული ჩარლზ პირველის ჰოროსკოპიც მოედეს.
და უთითებს პერიოდს, როდესაც მან ყველაფერი უნდა დათმოს, უნდა რომ ცოცხალი გადარჩეს. და ჩასწირდეს ეს გაახსენდა პრომბელთა დამარცხდა პირველი ბრძოლების შედეგად და უარი თქვა მაშინ სამეფოს ყველაფერზე უარი რო თქვა და დანებდა პრომბელმა ჯარი გაუგუშვა ყველაფერი დაშალა ბედნიერმა რომ ამან გადახედა სიტუაციას და მე უარი თქვა ყველაფერზე და ისე თავიდან დააბრუნა. არასწორად გაგებული ინტერპრეტაცია იყო მორინის წინასწარმეტყველებს, მაგრამ უჩია რომ ამ პერიოდში ყველაფერი უნდა დათქვეს, არნიშნავდა რომ მე ყველაფერს უკან დაიბრუნებ. ამან პერიოდს აცალა, ჩაიარა და მე დაიწყო დაბრუნება და დაუბრუნდა ისე როგორც თავის დადება უწია მას. ასე ვთქვათ, პირდაპირ გაგებით ეშაფოთზე და ადებინეს თავი. მეორე ერთი ეს გასვლა არის ცნობილი მისი საფრანგეთთან არ უყვარდა მოგზაურობა, მეორე გასვლა იყო რომის პაპთან იყო რაღაც მივლინებით გაგზავნილი სხვებთან ერთად და მოკლედ ვერ წამოიყვანეს რა ჩამორჩა მე უკან დაბრუნდა მთელი დელეგაცია და რომის პაპი აღმოჩნდა თვითონ ასტროლოგი და თუ ორი წამიგვიდა რაღაც ხელნაწერებში შეხედელობდნენ ბედნიერები ორივე ყველაფერი დაიწყოთ საერთოდ. და მორინი ცნობილი არის იმით რომ მას აქვს დაწერილი ტრაქტატი 21 ტომეული გალიური ასტროლოგია. როგორი? 20 გალების ასტროლოგია და ესე მწვერვალი ასტროლოგიური შუასაუკუნეების ასტროლოგიური ტრაქტატებისა. მისი 21 ტომი არის პირდაპირ გამოსადეგი, ასე ვთქვათ, სამუშაოდ. აი თქვა ასტროლოგიის წიგნები გინახავთ, აი ის სტილის არის 21 ტომი. არ ვფიქრობ რომ წაკითხული მაქვს. ფრანგულად მე ამ საკითხს არ შემიძლია, არც ვიცი ფრანგულად არ ვქოლავთ რომ დაწერილი, უბრალოდ კომენტარები მაქვს წაკითხული ამ წიგნზე მეტი არაფერი. და ამით არ დამთავრებულა მორინის ესეთ საოცარი წარმატებები ჰოროსკოპი მექანიზმზე მისი გაკეთებულია. ანუ ანა ავსტრიელის სამშობლო ოთახის გვერდით და პატარა ოთახში შეაპარეს და იჯდა და კანკალებდა შიშით შეიძლება რომელიმე დაცვისებს ენახა და აღგზა მოედო. იქ შესვლის გამო და იმისთვის რომ ყველელი ჩაეწერა ბავშვს და იმაზე აგებული ჰოროსკოპები მეფემზე მან დაარქვა პირდაპირ ჰოროსკოპის გაკეთების დროს. ასე რომ ამან განაპირობა ის რომ საფრანგეთის სამეფო კარზე სანამდე ის ცოცხალი იყო, მანამდე სამეფო ასტროლოგიის თანამდებობა არსებობდა. აი თქვენ ორ რამეს მიაქციეთ ნახევრად თქვა ჯერ ერთი რიშელიეს შემდეგ მაზარინი არის და მე პირველი მინისტრი აღარ არსებობს საფრანგეთში უკვე ისპობა, ეს და პირდაპირ აბსოლუტური მონარქია ვყავდება. სანამდე მორინი ცოცხალია, მანამდე ასტროლოგიის, სამეფო ასტროლოგიის ესეც ადგილიც არსებობს. მე ესეც ისპობა. ყველგან მთელ ევროპაში გაუქმდა სამეფო ასტროლოგიის ადგილი და ნელ-ნელა ამოიძირგვა უნივერსიტეტების სასწავლო კურსებიდან ასტროლოგია. ეს განაპირობა ორმა პირობამ. ერთი რენესანსის შედეგად ძალიან დიდი ინფორმაცია დაგროვდა ყველა მიმართულებით, მოხდა დიფერენციაცია ცოდნების და ამ ცოდნების დიფერენციაციის დროს რა არის მეცნიერება, მეცნიერების დარგი, ეს ჩამოყალიბდა მკაფიოდ. განმარტება და შესაბამისად ბევრმა დარგმა ცალ-ცალკე ეს დააკმაყოფილა ასტროლოგია ვერ. მისი საფუძველი არ ეძლევა საშუალებას მეცნიერებად მოიდარქოს ასტროლოგია და მეორე მომენტი ის იყო რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ გახდა და ყველამ ასტროლოგობა ცადა, მოხდა ვულგარიზაცია ასტროლოგიის და სახელის გატეხვა ძალიან მაგრად. როგორც მასიურად ბევრი ასტროლოგი როცა არსებობს, მაშინ უკვე ასტროლოგიის აღარ ჭერა სწორიც არის, იმიტომ რომ დარეხარისხია უკვე ბატონობს დარეხარისხი. მასიურად აი ეს უნდა ემართა ასტროლოგიის თან ვერც მეცნიერებაში დაგვიდოთ ადგილი და ვერც პოპულარიზაციაში ვერ მიაღწია იმასაც. რომელსაც იგივე საერთოდ მე სულ ვიცახე რომ დიდი კონფლიქტი მქონდა ცნობილ საფრანგეთთან საქართველოში ამ ორი მომენტის გამო რომ ვთვლი რომ ასტროლოგია მეცნიერება არ არის და არასოდეს არ იქნება და გითხარით კიდეც პირველ თუ მეორე ლექციაზე ეს მაგრამ ამის გამო ის ნაკლებად კარგი და ნაკლებად მოფივლოვი და ნაკლებად ზუსტი სულაც არ არის ვიდრე მეცნიერების რომელიმე დარგი მაგრამ მეცნიერება არ არის და ერთადერთი შეინიებობა მისი მეცნიერება ერქოს თუ მას დავარქვათ ოკულტურ მეცნიერებას ოკულტურ მეცნიერება ჩვეულებრივი მეცნიერება მაინც არ არის და ამიტომ ეს არის უბრალოდ წყობრი ცოდნა სისტემა რომელიც იმის გამო რომ მისტიკას ეფუძნება სტატისტიკას და მისტიკის გამო ის ვერასოდეს შეაღწევს თანამედროვე მეცნიერების რიგებში. ამიტომ ის საუნივერსიტეტო საგანი ვერ გახდება.
ასევე დაიკარგა ზუსტად მანამდე ასტრონომია და ასტროლოგია ერთად იყო და შესაბამისად საგნათაც არსებობდა სულ. კი, ხან ასტროლოგია ერქვა, ხან ასტრონომია ერქვა, მაგრამ ისწავლებოდა პირდაპირ. მაგრამ იმის შემდეგ გამოვარდა მხოლოდ ასტრონომია დარჩა. ამ ყველაფერიდან გამომდინარე, თანაც ასტროლოგიის სიზუსტე არჩეილება და არც არაფერს არის, რადგან სამედიცინო სიზუსტე ისეთია, რომ პირდაპირ იტყვა და ყველაფერი შესრულდება, უბრალოდ თქვენ იცით, რომ გამაყუჩებას ძალებ და გაგივლით ტკივილი ცოტა ხნით, რეალური შედეგები არ იცით, ხო? როდესაც თქვენ სერიოზულ პროცედურებზე მიხვალთ სამედიცინო დაწესებული მუშაობის დიდი მეცნიერება ნამდვილად, ამის ისეთ ხელშეკრულებაზე მოგაწერინება ხელს, რომელშიც არაფერზე თვითონ არ აგებია პასუხს, ყველაფერს თქვენ ხართ პასუხის გებელი და ამ დროს ასტროლოგიის მიმართ და ასტროლოგების მიმართ მოთხოვნა არსებობს, რომ ვიღაცა იტყვის, ვინდა თუ არა ცხრიანში უნდა მოხდეს ყველაფერი. ასეთ რამე არ არსებობს არსად და არ შეიძლება მოთხოვოთ არც ერთ ცოდნას. უფრო მეტიც, საბედნიეროდ შეგვიძლია თქვა, რომ არავის არ უნდა მოთხოვოთ ეს, იმიტომ რომ ადამიანის თავისუფლება ზუსტად ის არის, რომ პირდაპირ სქემაში არ მოხდეს, იქიდან გამოვიდეს, ხო? როდესაც ჩვენ სტატისტიკურად ვიცით, რა და როგორ არის, ჩვენ მაშინვე ვუშვებთ იმას, რომ მისგან გამონაკლისს ვინცა იმაზე არ ამართლებს არაფერი. ხო? აი აქ 2000 წლების შუაში სადღაც იყო ძალიან გამოვიდა კიდეც ინფორმაცია, რომ ამერიკელები იყვნენ გაუგენებული საერთოდ. შეუშვებდნენ რაღაცა რეკლამას და ელოდებიან, რომ პირველ 2-3 დღეში 85% ხალხის ამას აიტაცებს. 25% იტაცებს და მეტი არა. აი ესეც წინაშე აღმოჩნდა, ასე რომ სტატისტიკაც კი არ დააკმაყოფილა მაშინ საქართველოს არანაირად არც ახლა არ აკმაყოფილებს. იმიტომ რომ ყველა ინდივიდუალისტია და ყველა ცდილობს რომ ასწავლებული იყოს, სადაც ერთის ხო ძალიან დიდი პლუსია და მეორეს მხრივ ერთობლივი ძალისხმევა სადაც საჭირო იქ პრობლემებს ხნის. აი ამის ესეთი მაგალითად თქვათ შემიძლია ჯერ გავიცნო გამონათქვამი შტაინერისა, რომელსაც ერთ-ერთმა ქალბატონმა დაუძახა დიდი შეკრების დროს, აი თქვენ ჰოროსკოპი გამიკეთეთ ზუსტად ისეთი ვარ ახტოვანებული იყო და პასუხი იყო შტაინერის. როგორ არ თქვენიათ ქალბატონო ზუსტად ისეთი რო ხარ და უკეთესი არ ვარ. ხო, ეს არის სწორად ფორმულირებული, აპროპრიატულად ფორმულირებული, რაც ჩვენ გვინდა. და თანაც თუ კი ჩვენ ეცის სტატისტიკა რა არის, ხო, იმ სტატისტიკიდან ჩვენურაც არ უნდა გამოვიყენოთ მივყვეთ მას, ხო, ეს ტალღა მოდის და სადაც ამოხტომა გვინდა, უნდა დავგეგმოთ და მოხდეთ კიდეც იქიდან. ხო, და გავაკეთოთ სხვა უკვე სხვა ნაბიჯზე გადავიდეთ. ანუ წელზე კი არ ვიტევია, წელზე ამოხდეთ და შემდეგი წელი გავაკეთოთ. ამის მაგალითად ახლა მე მქონდა სადღაცა შემოწერილი სტატისტიკა ზუსტად და თან მიხსენებ მნიშვნელოვან გამონათქვამს, როდესაც ამბობდნენ, რომ ცხოვრებაში არსებობს 3 დონის ტყუილი. ერთი არის ესეთი სერიოზული ტყუილი, მეორე არის უსისწყვილო ტყუილი და მესამე არის სტატისტიკა. ან მესამე ყველაზე მაღალი დონის ტყუილი არის სტატისტიკა. როცა თქვენ იცით, რომ ტელეკრანზე არ იხსნება? კი, გაიხსნება, რუსულად არ გავხსენებ. და შემიძლია გავადიდო ცხადია. აქ არის გარკვეული ტიპის სტატისტიკა ზუსტად მოცემული თითოეული ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისად ჩვენ ესე ვთქვათ რა თვისებები აქვს თითოეულ მათგანს. აი ვერჯი მაგალითად. ხო, აგერ წერია 78%, ნუ 80%-ის მიდამოებში ვერძები არიან ესეთი პირდაპირ ენაზე ჯადის სახელი და ნების ყოფა, გადაწყვეტილების უნარი და ვისაკ მიზნის დანახვა. 80%-ს ყველას აქვს ვერძების ეს. ხო, შეგვიძლია ეგრე ვთქვათ. მაგრამ ეს სულაც არნიშნავს, რომ ყველა ვერც ეს ეკნება, ხო? 20% დარჩა, რომ ამისგან ამოვარდება და სხვანაირი თვისებები ექნება. ნუ კურეებში მაგალითად უფრო მაღალი პროცენტი 90-ის და უფრო მეტით არის მოწმენდების უნარი, ბოლომდე გამიყვანის უნარი და სასიამოვნოდ მოწყობის ცხოვრების სასიამოვნო მოწყობის უნარი, ხო, სურვილი. ანუ პრაქტიკულ ესთეტიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისგან სწრაფვას. მარტივად რო ვთქვათ, ეს სამივე გაშლილია და მაღალია, მაგრამ 10% ხო არის კურეებისა, რომელიც ამაში არ ჩნდება. მამაჩემი იყო მაგალითად ესეთი კურე, რომელიც აბსოლუტურად არ სხვანაირი იყო. მაგრამ განსხვავებული. ტყუპებში მაგალითად ეს პროცესი უფრო კაი ისეთი მკაფიო არა, როგორც ვეზზე კურეში მკაფიოდ გამოკვეთილი ერთ ხალხს მოჭრილი ისე იყო. აქ მაგალითად
2/3-ზე ოდნავ მეტი და 80%-ზე ნაკლებია ყველა თვისება, ხო? აქ გაკონყაც არის ესეთი თვისებები უფრო მოცემული, რომ იცი რა, ამას ავიღებ ეს ავადმყოფობებია და აქ ეთამხარეს რა, მრავალმხრივობა, აქტიურობა და გაბნეულობა როგორც ერთ არაკონცენტრირებულობის კუთხით რა. 92-90 70%, ხო? ანუ ყველა დაბნეული კი არა და გაბნეული ესე თქვა. 3-დან 2 ესეთი ერთი კარგად კონცენტრირებული ჯგუფებია, ხო? აი, ეს სტატისტიკაა სულ ყველა, მაგრამ კონკრეტული ადამიანისთვის შეიძლება წოფა, როცა ერთ პირდაპირ შენესთვისება არა, აქ იმას ესთვისება და ასეთში, ხო? სხვა რაღაცა. ნუ კითხებში უფრო კაფეოთ არის, ხო? ნუ კარგი ზნობა, ესეთი სიფაქიზე და დახმარებისკენ სწრაფო, რომ მზად არის და ეხმაროს ესენი მაღალი პროცენტებით. გამოყოფილი თვისებები, როგორც სხვებსაც აქვს ეს თვისებები, მაგრამ უმრავლესობა ესეთია თამახსოვრებინებს საკუთარ თავს. ლომს გამოხატვის უნარი 80%-ამდე აქ ენერგია აქვს პირდაპირ და რაღაცა სამობეზაბასნას ეგამიცი არის. ეს არ გამიგია თვისება, მე შემიძლია თამბილო, მაგრამ მოკლედ გამოხატვის უნარი და ენერგია კაფეოთ არის 80%-ში, მაგრამ 5-დან 4 ამას აკავლენს ერთი არა. ერთი გასხვებული იქნება. თან წინს გასხვებული სწორად არნიშნავს, რომ ესეთი ყურებს ჩამოყრილი და ცუდი არა, შეიძლება ძალიან შვიდი და წყნარი იყოს და ყველა თვისებას ფლობდეს უმაღლეს დონეზე. საერთოდ ნამდვილი ლომი ზუსტად ისე რომ მეც არ აღრიალებს. მეც აღრიალებს ისაც ოდავი ლომი. ქალწულის შემთხვევაში სხვადასხვა გონია რომ ქალწულს ძალიან გამოკვეთილი თვისებები აქვს, სულაც არ არის ესე რა. აი შეხედოთ პროცენტებში ყველა აშკარად 80-ზე პატარა, საბოლოოდ 15-ზე პატარაც კი ხო? რომ მოწესრიგებულებისკენ ტოლა აქვს 3-დან 2 ცოტა მეც, ხო? ხო? ამიტომ პირველივე თვისებას ექსპერტობა ყველაფერი მოწესრიგებული და დაგებულია ქალწულს, მაშინ ამ თვისებას არა ყველას ეს. და მათ თავის კი არა, ბევრს კი აქვს, მაინც. ასე რომ თქვათ უკმარისობის გზნობა აქვს? უკმარისობის გზნობა სულ არის, კი ბატონო, მაგრამ უკმარისობის გზნობა ყველაზე მეტად მე მგონი უფრო სასწორს აქვს, მაგრამ ქალწულსაც აქვს. წესრიგის, ხო? ხო, მოკლედ სიმპათიურობის გამოხატვა სასწორთან, სილამაზის შეგრძნება უმაღლესი, ნახოთ და ფაქიზიც კი ხო, ანუ ესეთია ხო რაღაცა კარგი. და ნუ კარგი პრეზიდენტის სერია ესე და ვიცი ახლა თინასა რომ ესეთი განწყობა აქვს და რაღაცას ალაგებს ეს მომენტიც არის. სხვადასხვა სასწორებზე არასწორი წარმოდგენა აქვს ხოლმე, ხო? ყველას გონია სუსტი. აბსოლუტურად არ არის სასწორები სუსტი. სასწორები ვერ იტანს თავისთვის ფაქიზი რაცა იმის დამყარებას. და ეს რა მოწონს, ან ჩხუბობს ამისთვის, ან გადის სხვაგან და პოულობს ამას, ან თუ დაინახო რომ ამას აფერაშებს, ადგება და ორგანიზაციული ნიშს გამოავლენს, რომელიც აქვს ძალიან კარგად შეგინთო დეზარება მის გამოყოფა და გამოდის საუკეთესო ორგანიზატორი. სხვადასხვა სასწორების ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია პომპეუსი. საერთოდ კაცი რომ წავიდა და უამრავი მოიგო, ხო? მისთვის საკუთარ ცენტრალურ ირგავდა, მაგრამ შენი ორგანიზებას უკეთებდა და პირველი იყო ვინც ახერხებდა 100,000 მეტი კაცი ყოლოდა ჯარში და ისეთი ორგანიზატორი, ხო? ნუ მორიელი შემთხვევაში ესე იგი გადაჩენის ინსტინქტი, ფიზიკური აქტივობა და მოქნილობა, ნუ როგორც ახლა ზაფხულიდან ფიზიკური მოქნილობაზე არ არის ლაპარაკი, ხო? ძლიერობაში მოქნილობა. მაგრამ ესეც ახლა რო ვთქვათ, ყოველ მეხუთეს არ აქვს. დანარჩენებს აქვთ, მორიელებს, ხო? შევიდოსანი გამოვდოთ, მოდი არ მინდა. მარცხენა წესზე მინდა ბელოც და წამოწეული წარი კიდევ მეც არ გისურვებს. კარგი მართლა რა. აი გაზრება, მოკეთ ენერგია და ეს ვადუშებლენია რომელი კუთხით არის ვერ ვხვდები, სხვებისთვის შეუძლია საფია დადებით იმპულსის მიცემა და მისთვის მისი ხალისის მიცემა თუ თვითონ იღებს ამას ადვილად, მე მგონი ორივეა უფრო, მაგრამ რეალურად 35-35%-ის მიდამოებშია სამივე თვისება. ანუ ჩვენ ვიცით რომ შედოსტანი ნამდვილად არიან ესეთები, მაგრამ არა ყველა, ხო? აი დღისკენ მაგათად ხო ვიცით რომ ეს ენება მოთმინების უნარი და დაგეგმის უნარი და კონცენტრაციის უნარი და სასწაული არაფერი სასწაული არა 70%-ის მიდამოებშია. ასე რომ ჩვენ ვართ სტერეოტიპები და რეალური გამოკვლევები რო წავიდა სტატისტიკური, ხო, ყველას არ აღმოაჩნდა აშკარად 30%-ს არის დღესკების. თუმცა თქონდა მე ზოგადად ისება არის. თქვენ თუ დააკვირდებით, ნახეთ,
700-თან, თხისგასთან, მეწყვილთან და თევზებთან პროცენტები 70-ისკენ დავიდა. Აი თუ კი თავში ვერცი და ყუროს ხონდა მაღალი პროცენტები, წამოვიდა უკვე და ისეთი გამოკვეთილი თვისებები არადა შემთხვევით არის. რას ვეცით ახლა მეწყვილს, ხო? სულიერი აქტივობა რომ ყველა სოგონია და აი სულიერი გადავსებულია და ყველაფერი და არაფერია 70% საქმეც არა, მაგრამ ის 70%-დან არ აქტივობს. მოქმედობას მხოლოდ 70%-ს აქვს ძალიან საქმე რაში არის რომ კი თუ მეწყული განვითარებულია მოქმედობაც აქვს მაგრამ არ დაგვიწყოს ეს არის სტაბილური ნიშანი მისი გამოყვანა გლომერებიდან მოქმედობა ისე პირდაპირ თვისება არ არის ცოტა შეიძლება ახლავს ამას და ამიტომაც კი აქვს თვისება მაგრამ მხოლოდ 70%-ს და ორგანიზაციები ტალანტი უწევია 79%. ანუ კი ბევრი მეწყული გვხვდება კარგი ორგანიზატორი მაგრამ არა ყველა ზოგ შეიძლება დაავალოთ და ისე თუ დღეს შეამოხსნეს, აი, ამისავე ჩამოიჭროს, ამის შემიშვი დაგინდათ. ყოველი 3-დან 2 შეძლებს, ერთი ვერ შეძლებს ამას. ანუ საკმაოდ ბევრი. თევზები, რა ვიცი, პირველი თვისება, ხო? რაც შეიძლება ზუსტად ვიცით რიცენოს წერია, ხო? არა, ისე კარგად გამოვა იმ გავლენის სფეროში, კი თავიდან ეკანება. მე ისიც სივარ შეუვიდა და ანუ მით უმეტეს ეს ემოციური ზეწოლა თუ ძალიან მასშტაბური და დიდია, ყველაზე ცივი და ყველაზე უფრო მობილიზებული ხდება თევზები. თევზების სიძლიერე იგრძნობა გაჭირვების ანამდე შეხედავთ იქამდე და ეს შეიძლება აკეთებს და არა ყველაზე დიდი გაჭირვების დროს ყველაზე ვაშკაცია. ყველას აჯობებს და არჩევ 12-ის, 11-ის. და ეს ფანტაზიის უნარი არის 77% და გაბნეული მონება ასე ვთქვათ უნიმატელეს ესეთნაირად ხო არ მეყვას პირდაპირ თარგმნა ამისი და კი არის მაგრამ არა ყველა მე ვიცი თევზები აი ესეთი მობილიზაცია დაალაგება შეუძლია ამ წუთას გაბნეულია მაგრამ როგორც კი საჭირო მომენტალურად ყველაფერს ალაგებს და თანდათან ხოს გაშენდა ესეთი ხო მაგრამ ფანტაზიის უნარი რომელიც ძალიან დიდად მიეწერება თევზებს აქვთ რა თქმა უნდა ფანტაზიაში არიან რეალობას უფრო მოწყვეტილია და ვიდეო ფანტაზიაში მე მოგითხოთ მაგრამ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში ახალი იდეები, ფანტაზიები და რაღაცები მანდალის თევზებისთვის არ არის. თევზები კარგად აგროვებენ გარშემო რაც ხდება და მე მათ გადახარშოს ვაწოდნიან. თვითონაც ვერ იაზრება ხოლმე, ამას მანდა მაინც ახალი იდეები არ მოაქვს. ეს ახალი იდეები უფრო სხვა ზოდიაქოს ნიშნებიდან მოდის. აქ უბრალოდ ქვედა მაცხენა ნაწილში იყო რა ავადმყოფობები აქვთ ხოლმე 4 ზოდიაქოს ნიშანზე უბრალოდ ამოწევი, მაგრამ უკვე გვეყო ხედავთ რომ სტატისტიკა გაწყვეტს. ზოგიერთად მოისმინა საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის პროცენტული შემადგენლობა და იქ თავისთავად ვერ დაინახა კიდეც ალბათ. ამიტომ რატომ ვერ დაინახა ამას ჩვენ ორი მიზეზით ავხსნით, ერთი ის რომ სტატისტიკა და რაც უნდა სუფთა თევზები ან სუფთა მეწყული იყოს, მაინც არ გამოავლეს კაფეთან თვისებებს ბოლომდე ხომ? ან ყველა ვერ გამოავლეს ერთი და მეორე ჩვენ ხო ყველას გაქვთ ინდონის ინფორმაცია და განათლება ასტროლოგიაში, რომ ძალიან კარგად იცით, რომ პლანეტები საკმაოდ განაწილებულია 12 ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისად, სხვადასხვა ინტენსივობით და შესაბამისად რომელიღაც სხვა ზოდიაქოს ნიშანში ბევრი პლანეტები იქნება, ისიც დიდ როლს ითამაშებს ხასიათის და ამ პროცენტების გადანაწილებაში და წარგებაში, ხო? რატომ გაჩვენეთ ახლა ეს პროცენტები? იმისთვის, რომ სამეცნიერო კუთხით შესწავლის დროს მაინც აღმოჩნდა, რომ ასტროლოგია საკმაოდ კარგად სტატისტიკურად დალაგებული მეცნიერება, 80%-იანი და 70%-იანი დამტყევები ძალიან კარგ შედეგად ითვლება მათემატიკაში, უბრალოდ მათემატიკაში არა, მაგრამ ფიზიკაში კი. მათემატიკას მაგალითად ცდილობს 90%-იანს მიაღწიოს დამტყევას და აუბაში ინახეს აკაიო შედეგი და სინამდვილეში 66%-ზე, 65-66%-ზე რაც არის სულ ყველა შედეგი ფიზიკური პროცესების აღწერისას ითვლება მაღალ დონეზე. მაგალითად მე მოვესწარე მას, რომ ასტრონომიაში ისტორიულად ჰქონდა ძველი წიგნები წაკითხული, ყველას გაგიგებთ საშუალო მნიშვნელობა და საშუალო კვადრატული გადახრა, თუმცა ახლა მე ფორმულებს მოყვანას არ ვაპირებ. საშუალო კვადრატული გადახრა კარგად ახასიათებს რამდენი პროცენტით არის გადახრილი თქვენი კონკრეტული შედეგი საშუალო მნიშვნელობიდან ამას. პროცენტი ისე დავარქვი, შეიძლება პროცენტში გავხატო ამის. როდესაც ლაპარაკი იყო ერთი ზომაზე სიგმა ქვია, ერთი სიგმით გადახრაზე, თქვენ მაშინ იღებდით შედეგს საკმაოდ მაღალს, 2/3, 65%-ზე. მაგრამ როცა ერთი სიგმის პაკეტ 2 სიგმად გადახრას მოვლობ, იმის იქით რაც გამოყოფს თავს ის არის გადახრილი, დანარჩენი ყველაფერი უკვე ჩდება 95%-იან ალბათობაში ესე ვთქვათ უკვე. 2 სიგმაში, 2 სიგმას პაუნა ამაში აფია. ფიზიკურ პროცესებში არის თითქმის შეუძლებელი. ძალიან ძნელია. მე ასტრონომიული დაკვირვების სიზუსტეზე რომ იდგა საქმე, იქ უკვე მოთხოვნილი იქნა ჯერ 3 სიგმა, მერე 5 სიგმა.
ისეთ დიდი სიზუსტე გჭირდება, რომ არ შეგეშალოს ესეთ ჩვეულებრივ ნაწილებზე დამუშავება მასალის. მაგრამ ფიზიკურ პროცესებში ეს არის მართლაც 60%, 65% რაც აცდება ზემოთ ყველაფერი სტატისტიკა შეიძლება ჩაითვალოს. მოდით მე დავუბრუნდები ახლა აქ ამას არ შევეხები საერთოდ ზოდიაქოს ნიშნები რომელ ორგანოებს შეეხება ამას დროს არ დავკარგავ თქვენ ჩემზე კარგად იცით სურათებით და სხვადასხვა გინახავთ ლექტრინაზე ვარჯიშების დროს გინახავთ ყველაფერი გინახავთ ამიტომ მოდი ის გამოვტოვოთ საერთოდ არ გვინდა ჩვენ ხო ჩვენთვის ვაკეთებთ ამ ლექციებს და არა ვიღაცისთვის და მინდა დავუბრუნდე აი იმ საკითხს საიდანაც დავიწყეთ ჩვენ სადაც შევწყვეტეთ უბრალოდ და თქვენ მოკლე აღწერები კი არის პლანეტებისა თვითონაც რა პრინციპი აქვს, მაგრამ მე თან ამას ვუმატებდი, რომ სტიქიებში მოხდეს ეს პლანეტები ჩვენ რას გვაწევს. და გადავედით უხილავ პლანეტებზე, ანუ ჩვენ როცა ვთქვით რომ ადამიანი არის ჯინში ჩასმული, ბოთში ჩასმული ჯინი სინამდვილეში. რომელსაც თავისუფლება უნდა მიიღოს და ამ ბოთში კი ყველას თავისი ადგილი აქვს, ეს თუ არა ეს მე ყველაფერი შეგინთ ბოთში ვხდება. ბოთლის ყელთან რომ მიდიხართ ქვედა ნაწილში ზის სატურნი და ზემოთან ნაწილში ზის ურანი. აი თქვენ თუ ყველაფერს კარგად შეასრულებთ პატიოსნად შრომობთ ძალიან და თავდადებით და მზად ხართ გაფართოებისკენ ეს სატურნი გეუბნებით მზად ხართ კი ბატონო მივდადით გაგიშვებთ თუ არა მანამდე არაფერ გაგიშვებთ და სულ ჩაკეტილი იქნებით. შუა საუკუნეების ევროპაში რეალურად მეტი მოთხოვნილება მასაში არაფერთ არ დადგებოდა, იმიტომ რომ ყველა ცოდნა დახურული იყო, არაფერს არ აძლევდნენ ეკლესიამ საერთოდ აკრძალა ბევრი რამე ახალი, ხო? შესაბამისად ეუბნებოდა სატურნის გავლენაში იცხოვრე და ყველაფერს შეასრულეთ ესე ერთად. მაგრამ თითოეულ ადამიანმა თქმა უნდა განდობილებას იცოდნენ და ამიტომ ცდილობდნენ იქიდან გამოსულიყვნენ. როცა თქვენ ახერხებთ იმას, რომ პრაგმატული შესასრულებელიც არის და თქვენი პროგრამა რაც არის მას პატიოსნად ასრულებთ, თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ გაიცნათ და ურანისკენ წახვიდეთ. აი ურანისთან რომ მიხოთ, მე ურანი თქვენ გაზეთ თავისუფლებას, ესე რომ ჯინი ამოვიდა შეგინდა და უკაც ავიდა და ახლა მოხოთ ისე ვამბობ მე მაშინაც ეს არ არის ქუთა ესე ჯინი, ხო? დაუძახებ და მოვიტანეს სიგარეტები მომფული და მოვიტანე, ხო? ესე ის არ არის. ეს ნამდვილი ჯინია, ამოყვედი რომ თავისუფლება გაქვს, მაგრამ ეს თავისუფლება არ უნდა დაკარგო, თუ დაკარგო ისე მოხდება ამ ბოთში უკან. უკვე პროცესი ძალიან ცუდი პროცესია და მე უკან მოსვლა იგივე გზით არ ხდება, ამიტომ თავისუფლების მიღწევა ცოტა ისეთი რთული მომენტია, მაგრამ ადამიანი ვინც იპოვა თავისუფლება, მან იცის რომ ეს არსებობს და ამიტომ მე ძალიან სწორად ამისთვის აკეთებს. მოდი მე სხვა მაგალითს მოვიყვან სერაფიმე საროველის ცხოვრებიდან. როდესაც მან დაიწყო დიდი წინასწარმეტყველები და ხალხის ეს პირდაპირ გამკურნება, რაღაც მომენტში თავი შეუვარდა. აი, ეს გავაკეთე და ეს გავაკეთე, მაგრამ წაართვეს. ეს ნიჭი. მე არ ვიცი, ამდენიმე თვე მოდრეკილი იდგა ქვაზე, არ ჭამდა თვამდე ესე გადმოცემით ყოველ შემთხვევაში და ეხლა წება და დამიფრინდება ეს მადლი ისე და დაუბრუნდა მაგრამ იმის შემდეგ აღარასოც არ შეშლია რომ სულ ყოველ წლებით წყალობით აკეთებდა ამას. ანუ მე ვარ და ჩემი ნაბადი დაემართა რაღაც მომენტში მივხვდათ იმის რომ ძალიან დიდი პიროვნება იყო ნამდვილად წმინდანი იყო, ხო? ახლა იმას თუ დაემართა ჩვენ შეიძლება დავგვემართოს ეს ამიტომ რაღაცას ვერ გავაკეთებთ კარგს. იმით იტყობობდე და რა კაი ნიჭი და რა კაი რამე გავაკეთე, ან თუ გინდა რა კაი გოგო რა კაი გავაკეთე, ხო? არ გესანოზე. გავაკეთე გავიარეთ, წავედი ჩემ გზაზე. უფრო მეტიც გულწრფელად აღტაცებული დარჩებით თქვენ თვითონ როცა ეს დავიწყებული გაქვთ და წლების შემდეგ ვიღაც რო გეტყვით ეს ესე იყო. შენ რომ მაშინ მიბიძგე ეს გამოვიდა. მე არ ვიცი, მე გავაკეთე და წავედი, მე არ ვიცი. სამწუხაროდ ზოგიერთი მოგახსოვდება რაც გავაკეთე, მაგრამ რაც მოვიწყდება ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე როცა გამახსენებენ და მაგრამ მე ვცდილობ ისე დავიწყო. ესე რომ თქვენ ცეცხლად ცალკე გამოგივათ განაყენა, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ. კარგი, მივახციეთ ამ სატურნის გააზრებას, ასე ვთქვათ და მივედით ურანთან. ურანი არის თავისუფლების სხვადასხვა სტიქიაში, სხვადასხვანაირი თავისუფლება და ურანი სადაც მოხდება, გვაქვს ხიფათი რომ ექსტრავაგანტული გამოვლინება გვექნება თუ ნამდვილად ორიგინალური, ხო? ამიტომ ამ ხიფათს განსაზღვრავს არამარტო ის, რომელ სტიქიაში მოხდება ურანი, არამედ ისიც რა ასპექტაცია ექნება, ამიტომ მეძულებული რომ ჯერ ასპექტაცია არ მომიხსენია, უბრალოდ ხანდახან ვიყოლეთ ის არ ვიყოლე, ხო? ჩვენ ერთი ნაბიჯი გადავრჩა, ამის შემდეგ ასარჩევად როგორც კი ამას მოვყვები, რომ რაზე გადავიდეთ შემდეგში ასპექტებზე თუ სახლებზე. აი თქვენ როგორც აირჩევთ, ისე გავაკეთებთ, იმიტომ რომ ტრადიციულად ასპექტები არის მხოლოდ მე-16 საუკუნიდან შენებანი. და რეალურად მიეწერება, მეგონა კიდევ ჩავარდა სადაც საჭიროა. ეს არის
მიეწერება კეპლერს, იოჰან კეპლერს, რომ მან მართვის ნახატი კი არ დატოვა, რაც თავიდან იყო ხოლმე, ხო? რუკა აი ესეთი იყო ხოლმე, რუკა შუა საუკუნეებში ოთხკუთხა. აი თქვენ შეხედავთ ერთიორ 12 არის რაღაც კუთხე და კუთხის სახლების სიტყვა ახენა შემოვიდა რა აგერ კუთხეშია და აგერ კუთხეში. ანუ ოთხ კუთხეში გაჭედებით ახალი შექმნილი კუთხეობა იმის კუთხეებში მეცა პირველი მეოთხე მეშვიდე და მეათე. ეს არის ჰოროსკოპი ფონ ვალენშტეინის, რომელიც იყო ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ჯარების თავარსარდალი 30-წლიანი ომის დროს. და გაკეთებული აქვს კეპლერს ეს 608 წელი მეგონი ხო. როდესაც მან მიუთითა რომ მარტის დასაწყისში კვლევების ხიფათი ჰქონდა ვალენშტეინს აი ჰოროსკოპის ანალიზს. და კეპლერს ახალაც აკრიტიკებენ ესეთი წავდინა კრიტიკოსები რომ 25 თებერვალს მოკლეს. მარტს მიუთითებდა და მარტი ძალიან სახიფათო გაქვს თილად იყავი. ასტროლოგიაში ესე კიდევ თარიღები არ არის შეგეუნები პერიოდს, რა პერიოდს თილად აკეთიკითაც რაღაცა გავლენა მას აქვს. ეს რო კეპლერმა შენიერ გამოიცნო შენიერ თუთხა ვალენშტეინი მოკლეს. მე თავიდან როგორც სტუდენტმა ეს ავიკითხე თავის დროზე, აი ასტროლოგია რა ცუდია და ხე ეს ვერ გააკეთა. მაგრამ პროტესტი მქონდა, სხვადასხვა მიუხედავად იმისა, რომ არ მაინტერესებდა საერთოდ ასტროლოგია. პროტესტი მქონდა, რომ როგორ შეიძლება ეს მოთხოვნა რა, ეს ზუსტად როცა ეკიმებსაც კი არ თხოვენ ასეთი სიტყვის მიახლოებით თხოვენ, ხო მასეც. და დავინტერესდი შემთხვევით მე ასტროლოგიით, შემთხვევით იცით თქვენ არაფერი არ არსებობს, მაგრამ ერთი შეხედვით შემთხვევით იყო ეს მომენტი. ვიზენას დავინტერესდი იმას, რომ უთხარი წლების შემდეგ ეს უბრალოდ ინტერვიუში მოისმინე. მე ზაგაინტერესებდა. პირველს ეს კი არ გავუკეთებია, მაგრამ მისმა ერთმა სიტყვამ განაპირობა ჩემი ინტერესის სწრაფი გაღვიძება. მე ისე ზოგადად მაინტერესებდა ეს ინფორმაცია. როდესაც შემხედა გამეცნო და წავიდა. ერთი არ მინახავს, მე მოვიდა, რაღაც დავილაპარაკეთ. მითხარ იანვარში დაბადებული ხო და ისევ წავიდა, ეს უკვე ისევ არ მინახია. რაც დედახში და კიდევ რომ მოვიდა უთხრა საიდან თუ ჰოროსკოპებიდან მათხოვებენ ხარ და გათხოვებული მოკოპიო და მას რაღაცა საერთაშორისო და ვერ მომცა, მაგრამ მე ჩავივარდი ეს ჰოროსკოპი ხარ შევაში. ინტერესი ისეთ ხო და ვეძებდი და წავიკითხე. და წაიწყო და დაიწყო მოვიწამე მოკლედ მაგ კუთხით. მიუხედავად ამისა, როცა სერიოზული სწავლა დავიწყე ასტროლოგიის, ორჯერ მივატოვე, იმედ რთული იყო სწავლის პროცესი, იმიტომ სერიოზულად და კარგად მენდოდა და მე ორივეჯერ ისევ შემთხვევით თქვენ ციტეს შემთხვევით ასაც ნიშნავს, მათ შეგეს წიგნები, რომელიც არ შეგვიძლია. და შემთხვევით და ვიჟექით ესე დავიდან დავიწყე სწავლა. არ მომწეს საშუალება რომ ეს ესე გამიგეთება. თქვენ იცით რომ გარკვეულწილად ასტროლოგიურ ცოდნას და ასტრონომიასაც და ასტროლოგიასაც განსაზღვრავს ხოლმე მერვე სახლი დაბადების ჰოროსკოპში, ხო, ტრანსფორმაციისა და გარდასახვის სახლი. და მერვე სახლში თუ რაიმე გამორჩეული ფიგურა არის, ის თქვენ გეუბნება თუ ამას მოკიდო ხელი, თუ არ გინდა მაინც მოხდებიან სიტუაციაში რაღაცნაირად. მე ხა სხვის საიდუმლოს არ გავთქვა და მერვე სახლში მზე მაქვს თვითონ და მაინჩულა ისე დამაბრუნა და რაღაცა მაინც მასწავლა. სხვადასხვა ერთ-ერთი ინტერპრეტაცია მდებარეობის არის სახელი და დიდება გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ ეს არასდროს თარგმანი, ორმაგი თარგმანის ეს არის შედეგი. საქმე იმაში არის, რომ გარდაცვალება ერთ-ერთი სახეობა გარდასახვის. სინამდვილეში ეს არის სახელი და დიდება გარდასახვის შედეგად. ეს არის სწორი თარგმანი. თარგმანის შესწავლა გამოიწვია იმან, რომ ბერძნულენოვანი ტექსტები რაც არსებობდა და არაბულად თუ თარგმნეს, ის დაიკარგა ბერძნულენოვანი უკადრო თარგმნეს. ბერძნულად გაფუჭებული ტელეფონი გამოვიდა და იქ უკვე მარტო სექტელი თარგმნეს. და ამას მოყვა მე უამრავი შედეგი შეცდომები, სანამდე მართლა ნოსტრადამუსს და მორინი არ გამოჩნდნენ და მათ არ დაიწყეს გასწორება მსგავსი ტექსტების. ისევე როგორც მეშვიდე სახლში ჩამოვალი სატურნი ქალის ჰოროსკოპში უწერიათ რომ ვერ გათხოვდება, ეს არის ხაპარი. პირიქით შეიძლება კი ეს ტექსტები გათხოვდეს, მაგრამ გამოთხოვდება სრაგად. ამას ნიშნავს ერთი და მეორე, ნებისმიერი ადამიანი, ვინც მეუღლის ამ კომპანიის ადგილს დაიკავებს მის ცხოვრებაში, აღიქმება ამ ქალის მხრიდან, როგორც სულთან ხუთავი, რომელსაც აღჩავთ. აი ეს არის სატურნი მეშვიდე სახლში, სულაც არ ნიშნავს ვერ გათხოვდება. თუ უნდა ასეთი გათხოვება, სიამოვნებით. არაერთხელ გათხოვდა. ერთხელ ნიშნავს ქუთაისის ტორპედორი გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში და რაღაცებმა მოგულოცეს მეგობრებმა გამოგულულებმა რაღაცა ამახსოვს ზუსტად კიდევ მრავალჯერ მოგულოცოს თქვენთვის უმაღლეს ლიგაში გადმოსვლა და ახლობთ ესე არის რაცა არ გაიაზრებს რა ხდება და ბევრჯერ რეგიონი გემართება თუნდაც სატურნი მეშვიდე სახლში ხო სხვადასხვა ეს ერთ-ერთი ინტერპრეტაცია მზე მერვე სახლში
ძალიან ახლო პიროვნებას, რომელსაც ძალიან ეწყინა მე ავხსენდი, რომ ჩემგან დირექტორი არასოდეს არ გამოვიდა, ყოველთვის დამალული ვიქნები საკაც. ძალიან ეწყინა ამიტომ ეს უნდათელი დირექტორი ყოფილი. ხო. კარგით, მოგეთ თქვენ ხედავთ აი ამ ძველებურ ჰოროსკოპს, ტრისას ამის ინტერპრეტაცია ისეთი რთულია, რომ უყურებთ ამას, მაგრამ ისინი ჩვეულები იყვნენ და გრადუსებს უყურებდნენ და კეპლერი ზუსტად ამას მიხვდა, რომ აქ იგივე გრადუსია და აქაც რამაც იგივე გრადუსია, ისინი ძლიერად მოქმედებენ რეზონანსში. აი ამას მიხვდა და მე აი ეს ასპექტაციის თეორია შემოიტანა, თორემ ის უდიდესი ასტროლოგია ისე გარდაიცვალა, რომ ხაზი არ გაუვლია წიგნით ჰოროსკოპში. მართლა მდებარეობებს დაალაგებდნენ და გადასარევად ხდებოდა, როგორ ხდებოდა გრადუსებს კი უყურებდნენ. ამან დახატა და შედეგიც მოგვცა გაცილებით უფრო დაბეჭდი. მოდი მოვუბრუნდეთ ახლა იმასე, მოგეთ ამ ურანზე ნეპტუნს რომ მივადექი, სულ სხვა რამებზე გადავედი, ჯერსად ესე გაგითხარით, მე უცბად როგორი იყო ჰოროსკოპი ისიც და ისიც რომ ასპექტაციას თავისი მოგმა რა ეს ურანის ბრალია, ურანობილის გამო ხალხით ვიხტონავთ განაკეთ. ხო, რა არის სპონტანურობა ხო? ცვლადი ხასიათი ხო, რევოლუციური უნება აღწერია ყველაფერი და მოუგინებლობა, იმპულსიურობა, მიმზიდველობა, გამომგონებლობა, ნოვატორობა, რეფორმატორობა, ეს ყველაფერი ურანის არის, ხო? ტექნიკის ადვილად თვისება, არანოვლარი თვისები, ოკულტიზმი და ასტროლოგია, ისინი წერდნენ ყველაფერი ურანის გავლენის ქვეშ. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ურანი თუ ადამიანს ძლიერია, ესე იგი ამ რაღაცების ათვისება ადვილად შეუძლია. თუ სუსტია, ესე იგი ამ რაღაცების ათვისება უჭირს. მაგრამ სიძლიერე და სისუსტე არ არის მარტო ზოდების ნიშანში მდებარეობა, არამედ არის ასპექტაციაც. არამედ არის ისიც რეტროგრადული არის თუ არა. მაგრამ ზედა პლანეტებს ეს რეტროგრადულობა მანდამაინც არბენებს სპირიტში, ხანდახან აძლიერებს კიდეც ამ მიმართულებით. მოდი ნახოთ ცეცხლის ნიშნებში ურანი როგორი არის. სადაც არის ენთუზიაზმი, იქ ორიგინალურად არის სტანდარტულობის საშუალება არის. სწრაფად გასაკეთებელი ენთუზიაზმით გასაკეთება საქმეებში ორიგინალურად გამოავლეს გინდა ვერძის ურანი, გინდა ლომის ურანი და გინდა შილდოსნის ურანი. ყველაზე ძნელად ლომის ურანის საკითხი დგას, იმიტომ რომ მან ძალიან სუსტია მოლეკულა აქვს მას შეფასება, ნოემბერებსამდე შეფასებით და შესაბამისად დიდად ორიგინალობით ვეღარ გამოირჩევა ესეთი მდებარეობა, ვისაც აქვს ჰოროსკოპში ურანის. ყველაზე სუსტი რეალურად ურანი არის ცეცხლის ნიშნებში. სხვა ნიშნებზე განსხვავებით წყალშიც აქვს, მას კაი საყრდენი მიწაში და ჰაერში ხო აქვს და აქვს ისედაც. და შედარებითი გამონაკლისი შეიძლება იყოს საშუალო სიძლიერეებში შვიდოსანში როცა არის ურანი, იმიტომ რომ ორიგინალობა და არასტანდარტულობა მისი კონკრეტული მიმართულებით მაინც ვლინდება, როგორც არის ფილოსოფია, რელიგიების კონდენცია, უმაღლეს განათლება და უცხოეთი. აი იმაში მაინც აქვს და ყოველდღიურ ცხოვრებაში არ აქვს ასეთ ადამიანს. არ აქვს, მაგრამ ისეთი კაფიო არა და მის წამყვანთვისება ვერ იქნება აი ეს ჩამოთვალეთ ურანისებად ესე. ხო, შეიძლება აღმახსოვს ზეპირად. მეორე მომენტი არის, თქვა მიწის ნიშნებში, ხო, უროში, ქალწულში და თხისქაში. ძალიან საინტერესო მდებარეობა. ყველაფერი რაც არის და პრაქტიკული არის, იქ ორიგინალობის გამოვლენის საშუალება არის. ცუდი არ არის. ხო, რაღაც აკეთებს ხარ ადამიანი, რაღაცა ხარდა ესეთი საქმეს მოკიდახები, იქ ორიგინალობის იდეა მოსდის და საქმეს აკეთებს. თან საქმეს უროშიც აკეთებს და ქალწულშიც. ქალწული პირდაპირ საქმეს კეთება და ურო არის და ესეთი რაღაცის შექმნა არის, ხო? აღარაფერს არ ვამბობ თხისქაზე, რასაც პრესტიჟულობის ელფერი დაკრავს ეს ზედაპირულად ვამბობ, ეს ინდუსტრიის თხისქაში თუ არის ნამდვილ პრესტიჟულობაზე ელაპარაკი, ხო? ურანი თან ექვსიკულით არის, თანამართველი არის ამ ზოდიაქოს ნიშანში. და მე რომ ვკითხოთ, ძალიან საინტერესო მდებარეობა, იმიტომ რომ უკიდეგანოთ გაფრენა ურანისა აქ შეუძლებელია, მე რომ ძალიან ძლიერია. თხისქა მაინც თავის ასეულმა მაინც არ ამას ნუ გადააბიჯებ. ან ორიგინალობა არის, მაგრამ ექსტრავაგანტულობაში გადავარდნის ხიფათი ნაკლებად არის. მე ხუშიოც არის არის ამის ხიფათი რეალურად. ხო, ამიტომ რა გამოდის, რომ ორიგინალობა და არასტანდარტულობა როგორც კარგი თვისება ურანისა, ცუდ შემთხვევაში ეს არის ექსტრავაგანტულობისგან და მოულოდნელი მაშოქინებელი ქმედებებისკენ სწრაფვა. მიმისთან მივხვდებით, რომ ორივე შემთხვევაში ეს არის არასტანდარტული გადაჭრა სიტუაციის, ან არასტანდარტულობა ყველა ვარიანტში არის. ურანი კარგია, ჩვენ ყველას გვინდა რომ ვიძახოთ რაღაცა ორიგინალური ადამიანია, ვახრაგოს მანაერად აკეთებს ყველაფერს გვინდა, მაგრამ როცა ეს ძალიან ზედმეტად გვინდა, უკვე ხიფათი გვაქვს რომ ექსტრავაგანტულობაში გადავხდებით. უკვე ჩვენთან ვაგვიჩებთ ჩვენ რომაგებას.
მოდი შევხედოთ ახლა მიწის ნიშნების შემდეგ წყლის ნიშნებში როგორ იქცევა ურანი. თუ ჯერ არ იყოს ამ მიყვარდი და სტიქებს როგორც არის. აირის ნიშნებში საკმაოდ მოქნილი და კარგი არის ურანი. ურანი მაინც არის ნაჯვარი ორი ტიპის გამოვლენისა, ხილული გამოვლენისა, მზის და მერკურის. ანუ მზის შემოქმედებითი აქტივის ელემენტი დევს ურანში და მერკურის აზროვნებისა და კონტაქტის უფრო აზროვნების ელემენტი დევს ურანში ორივე მათგანი. თქვენ შეიძლება გქონდეთ კიდეც ნანახი, რომ ურანი ურანი აქტივობის სახეობაც არის, თან მარსსაც გავს რაღაცით. აი ურანის ეს ნახატი რომ გაქვთ თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ სხვანაირად ეს მარსზე წარმოგიდგენთ თავი გაუსწოროთ და წერტილი დაუსვათ ჩინით. ანუ მზის და მარსის კომბინაციითაც ხატავენ ხანდახან ურანს. ანუ ურანი შეიცავს ელემენტებს მზის, მერკურის და მარსისის. თავისთავად და ამიტომ ნახეთ ეს ორიგინალობის ასე ვთქვათ ბაზისი აქვს მას უკვე საკმაოდ სერიოზული და სხვა დონეზე გაყვანილი. ეს არის კოსმოსური შემოქმედება, ანუ ეს ყოველდღიური ცხოვრება კი არა, გავედი სადღაცა ცოტა სხვანაირად დავინახე, ამასე მოქმედება არის უკვე მე დავინახე იმისი და თან გავიაზრე, როგორც ამ დონეზე კი არა, უფრო მაღალ დონეზე გავიაზრე. ამიტომ არის ამ სამ პლანეტის კომბინაცია და ჰაერის ნიშნებში ბუნებრივად უნდა გზნობდეს თავს. მოდი დავიწყოთ. ტუბებში ეს არის რომ სადაც კი ურთიერთობებია საჭირო და ინტელექტია საჭირო, ორიგინალობის გამოვლენის შესაძლებლობა არის. ანუ საშუალოზე უკეთესია. თქვათ სასწორში ნიკაც არ არის ხოცოდა მდებარეობა კაცმა რო თქვას სადაც არის გემოვნება საჭირო, გაწონასწორება საჭირო, რაღაცის მოწესრიგება საჭირო, ორიგინალური იდეები, ცოცხლე ესეთ ადამიანს ეკნება, ვისაც ესეთი ურანი ყავს. ვარაფერს არ მერწყულში უკვე მაქსიმალური გამოვლენა არის, ზუსტად თავის ადგილას არის. უკიდებენად უშემოუსაზღვრელი ორიგინალობის პოტენცია ესეთ ადამიანს, რომელსაც უნდა მოვლა, ძალიან კარგი ცენზუროზის ადამიანი, ცოტა უნდა მოჭიროს ხოლმე ეს აქვე. ავედი რომ ყველაფერი არ გადაკეთოს და თვითონაც არ გადმოვარდეს მედიკიდან, ხო? აი ესეთ ურანს სიბრწყინო უნდა იმისა, რომ ვაკეთებ, ისედაც ორიგინალური გამოც არ არის საჭირო ხაზგასმა ამაზე. ანუ ესეთმა ადამიანმა კარგად უნდა შეიგნოს, რომ მას არ ჭირდება რაღაც ჩვეულებრივად უნდა აკეთოს, ასაც აკეთებს და არც ერთხელ არ დააფიქსიროს ის, რომ მან ესეთ განსხვავებული ორიგინალური გააკეთა, იმიტომ მას ისედაც ჩოუთვლიან ორიგინალ ნამდვილად ესეთი ექნება. თუ ხაზს გაუსვამს, ერთხელ თავის გამოჩენა უნდა და ეს ექსტრავაგანტულად იქცევა და მოკეთ შედეგებს მიიღებს ნაკლებს, თუმცა შეიძლება თქვას აი დარდიმე რას იტყვიან ჩემს მე ხო ვარ ორიგინალური, არა, ეს სიბრტყეა უკვე. რეალურად ზედმეტი დოზა როცა არის, ხო, დოზანამდე არ დამიყვანოს ადამიანმა, შედეგი აუცილებელი არის, რომ აკონტროლოს ის ზედმეტობაც. ჩვენ ხო სხვა პლანეტებზე ვთქვით ხოლმე ზედმეტობა, როგორც ახიფათ მარსის შემთხვევაშიც ვილაპარაკეთ ამაზე, ხო? დაგვრჩა წყლის ნიშნები. წყლის ნიშნებში თითქოს არ უნდა იყოს ძალიან მკაფიო, მაგრამ ძალიან საინტერესო მდებარეობა აქვს მორიაში, ამიტომ მოდი განვიხილოთ ყველა. კირჩხებში ძალიან სუსტია, 0 კულა აქვს სიძლიერით. და პრაქტიკულად სადაც ზედმეტი სითბო და ზედმეტი ზრუნვა საჭირო, იქ ზედმეტად კი არა ორიგინალობის გამოვლენა და ყოფის საშუალება არ აქვს. აი როგორც ემოციას ჭარბობს, იქ უკვე ვეღარ იყენებს თავის ორიგინალობას, საერთოდ კრება ეს. თუმცა შვიდგარემოში კარგად გამოიყენებს სუსტი ურანი. მაგრამ მორიელში ურანი არის ძალიან ექსტრავაგანტული ძლიერი. ეს არის ეგზალტირებული მდებარეობა, თუ 6 ხულიან შეფასებით არის 5 ხულა. და როდესაც მე დაგიხატავ თქვენ სახლებში მდებარეობას და მე დაგიხატავ ეგზალტირებულს, მე გრაფიკზე ფორმალურ ნახატს გაკეთებთ. ეგზალტირებული როდის არის უფრო ძლიერი სახლის მდებარეობას. მიუხედავად იმისა, საშუალოდ 5 ხულა არის და ის 6-ია სახლის მდებარეობა. აი ესეთი რიცხვებში გადავიყვანოთ, ხანდახან ისეთ რამეს აკეთებს ეგზალტირებული 7-იანს. და ჩამოხდება, ანუ 4-4-7, მე 4 საშუალოდ 5 იქნება. აი ეგზალტირებული მდებარეობას აი მათ შორის ურანი მორიელში ახასიათებს ის, რომ გროვდება რაღაცა შედეგი, რომ მე გამოხეთქავს და სასწაული შედეგი დაიდება. ამიტომ უფრო მძაფრი ყურადღება არის საჭირო იმაზე, რომ ამ სასწაული შედეგის დადების დროს თვითონვე პატრონმა ცოტა მოარბილოს ეს და კარგად მიაწოდოს, რომ არ დააწვას ყველაფერი გარშემო, მათ შორის საკუთარ თავის და სხვაც, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა დიდი ბედნიერება და დიდი ის არის საჩუქარი, ვისაც ექნება ურანი მორიელში, მაგრამ მას მაინც მოვლა და მოხელება უნდა, დასუსტება უნდა, შესუსტება უნდა. პატარა ავიდნენ. თვალისწინეთ ვისაც გვაქვს. და მესამე მდებარეობა არის თევზებში. ნორმალური მდებარეობაა რა, სადაც
სხვისი მოვლა და გულისხმიერება არის საჭირო, რაღაცის პატრონობა საჭირო, ორიგინალობას კარგად გამოვლენს, სხვა შემთხვევაში დიდად ვერ. ეს სხვანაირი ის არის ინტერპრეტაცია ამ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან განსხვავებული არის ურანი წყლის ნიშნებში და სამივეში, მაგრამ მომენტი ემოციაზე დამოკიდებულება მაინც ყველგან არის. Რა დაგჭირ, მე მგონი გავიარეთ, ხო? ოთხივე. ესე იქია ურანისა და მთავარი თვისება ურანის არის პოტენცია, კარგი ორიგინალები, არასტანდარტული მიდგომა. ხიფათი არის ექსტრაორდინარული გამოხატვა, მოულოდნელი დარტყმა. როდესაც ადამიანი იცის თავისი ურანის თვისებები, ან გარეთ რა ურანი არის და რა ხდება ჩვენზე, ხო? მაშინ ის ახერხებს იმას, რომ მისთვის მოულოდნელი არ იყოს არაფერი და ძალიან მშვიდად გაიაროს ყველაფერი. ყველა გაჭირო. შემდეგი საფეხური, ეს მაინც რაც აზროვნებასთან იყო დაკავშირებული პრინციპში, ორიგინალობა და აზროვნება და შემოქმედება ერთად არის, რაღაცა მოქმედებაც ყველაფერი ერთად არის ურანში. შემდეგი საფეხური არის უკვე ნეპტუნი. ნეპტუნი უკვე პირდაპირ გაგებით არანაირ აზროვნებასთან კავშირში არ არის, ლოგიკურთან არ არის. მაგრამ უმაღლესი დონის აზროვნება კი სინამდვილეში არის. კარგ შემთხვევაში ეს არის ფანტაზია და წარმოსახვის უნარად წერია კიდე პირდაპირ, სხვა დონის შეგრძნებები საერთოდ ხო მისტიკურად ახსის უნარი ყველაფრისა და მეორე მხრივ არის ბუდის ქაოსი და გაუგებრობა, თუ კი არასწორად მოითხოვეთ მისგან ინტერპრეტაცია რაიმის. ნეპტუნი ჩვენ გვაძლევს ნამდვილი ფასეულობები რა არის იმის შეგრძნების საშუალებას, მაგრამ ამავე დროს გვაძლევს ხიფათს იმისა, რომ ჩვენ პირიქით არასწორად გავიგებთ ამაზე, საერთოდ უყობა დასვენას გავაკეთებთ. ნეპტუნს ჩვენ არ უნდა მოვთხოვოთ, რომ ლოგიკური პასუხი მოგვცეს. ნეპტუნი არის ის, რომელიც ჩვენ მოგდის ინფორმაციას სიზმრებით, ხილვებით, შეგრძნებებით, ხმებით, არატრადიციული გზით არის ყველანაირად. ან ჩვენი განვითარების მაღალი დონის შესაბამისად, როდესაც ჩვენ ლოგიკას კი არ მოვუხმობთ, რაიმეს განსასაზღვრავად არამედ შეგრძნებებით უკვე მივედით იმ დონემდე, რომ შეგვიძლია სწორად დავაფიქსიროთ მოთხოვნილებები რა აქვს ნამდვილად ადამიანს და რა აქვს კოსმოსს ჩვენთან. ნეპტუნი ძალიან ფაქიზი მდებარეობა არის და წელიწად პლანეტა არის და მისი მდებარეობა ზოდიაკოს ნიშნებში ყოველთვის გვაძლევს ჩვენ ხიფათს სად ჩავღვინთავთ და ვერ ამოღვინთავთ წესიერად და პირიქით საიდან მივიღებთ ფანტასტიკურ მხარდაჭერას. დავიწყოთ ცეცხლის ნიშნებში ნეპტუნი საკმაოდ კარგი არის. პრინციპში ენთუზიაზმის მომენტი მნიშვნელოვანი არის, როდესაც თქვენ გჯერათ რაღაცის, ამ ენთუზიაზმი გაქვთ რაიმესი, მაშინ ნეპტუნი თავისთან სიტუაციაშია. ის იყოს, რომ ლოგიკით კი არ გავშიფროთ, ამ ჯეროდეთ ჩემი, ხო? ჯეროდეთ ჩემი ეს ცეცხლოვანი დაჯერება ძალიან ნორმალური ამბავია, მე მჯერა და ვაკეთებ და ვერჩი როცა არის ნეპტუნი, მაშინ ნიშნავს, რომ თუ ადამიანს აქვს იმპულსური მოქმედება რაღაცა ევაკეთებ, მივდივარ რაღაცისკენ, მივისწრაფ მეთოდებს ჩემთელზე, მაგრამ არ ვიკლავ თავს დიდად გაანალიზებით, მაშინ რაღაცა ნორმალური შედეგი მოდის, საშუალოზე უკეთესი შეიძლება მოგცეს ინტუიციამ, აქ დაგვიდოს შინაგანი წმენის და დაგვიფასოს რომ გჯეროდა და ამიტომ პირდაპირ გააზრებული არ გვაქვს, მაგრამ ნაგრძნობი გვაქვს სიტუაცია და ვიძებთ წინ. ლომში ნეპტუნი მოგითხრათ რაღაც გადასარევი ვერ გეტყვით პირიქით. რეალურად ზედმეტი ამბიციურობა ენაზურებ მე შეიძლება მე ვარ და მოკლედ მე უნდა ვიგზავნო ყველაფერი კარგად შემიძლია, უკვე ნამეთ არის გამოდის და შესაბამისად შეიძლება შედეგი დაგვიდოს 0. ამიტომ შიდა მომენტი, რომ აი ამ პარტნიორის მომენტი ან რაღაცა ესეთი, რომ აი მაგარი ვარ და რაღაცას გავაკეთებ, უკვე ილუზიაში წასვლას უფრო ნიშნავს, ვიდრე შედეგის დადებას. ამიტომ პირდაპირ ნდობა ასეთი ნეპტუნის არღის ასპექტაციაზე რა თქმა უნდა ურანზე ნეპტუნის დამოკიდებული არის და შეიძლება რაღაცნაირად გაგვინაიტრალოს ასპექტაცია ცეცხლის ნიშნებში ლომის სისუსტე, მაგრამ მშვილდოსანში არის ფანტასტიკური. ასეთი კარგი საჩუქარი, ვისაც მშვილდოსანში ნეპტუნი აქვს იშვიათი. ეს არის პრაქტიკულად პირდაპირ წვდომა ნამდვილ ინფორმაციაზე, ნამდვილ წმენაზე, ყველაფერზე პირდაპირ წვდომა არის და შესაბამისად იმისა როგორი ასპექტაცია ექნება რეტროგრადულად არ აფუჭებს. როგორი ასპექტაცია ექნება, რამდენად სუფთად და პირდაპირ აიღებს ინფორმაციას, ამას მიგვითითებს. თუ ნეპტუნს კარგი ასპექტები სიჯარბი აქვს, თუ აქვს სამი კარგი ასპექტი და ერთი დაძაბული, მაშინ ეს არის მისი სიზმრები, ხილვები, შეგრძნებები, ხმები, სვანაირი ფასეულობები, მჯერა და მე ვაკეთებ ესეთი დამოკიდებულებები.
თითქმის პირდაპირ პასუხს იძლევა ოდნავი გადამოწმება ჭირდება რა მე ფასოთ იმპულსი მოდის და ვიწყებ რაღაცის კეთებას და მე ხვდები რომ ის მაგი იყო ხა ერთ წოხორნა და თქოს იმას აწყდება და გამოყენება მისი ნაკლებად მოხერხდება ცხოვრებაში ზოგადად კარგად და თან სასიამოვნო შედეგები თუ დაძაბული ასპექტები ჭარბობს მაშინ არის რა რასაც იზნობთ ის გიბიძგებთ იმისგან რომ რაღაც დაიძრა და რაღაც გააკეთოთ და რომ დაიძრებით ამ დროს გადაამოწმეთ რა გამოდის და ცოტა ჩაასწორეთ ანუ ის პირდაპირ პასუხები არ არის მაგრამ იმპულსი შეუძლია მოგცეთ რომ მაღალ შედეგზე გახვიდეთ მაგრამ შრომას მეც მოითხოვს გაცილებით სხვათა შორის ახალ ნეპტუნზე ასპექტაცია ვიტყვი რომ ძალიან სახიფათო თუ არის როდესაც სრულიად კარგი ასპექტაცია განსაკუთრებით ამ ნეპტუნს ორივე შემთხვევაში ცოტა ხიფათის წინაშე აღმოჩნდებით ადამიანის ზედმეტად დარწმუნებული ხდება თავის ძალებში და აქედან გამომდინარე შესწავლების დაშვების ხიფათი არსებობს ცოტა გამოფხიზლება ჭირდება ამ მომენტს დაძაბული ასპექტი თითო უხდება ორივეს ცეცხლის ნიშნებზე მოვჭით შემდეგი არის ნიცის ნიშნებში ნეპტუნი ძალიან დიდხანს გავჭერთ ცეცხლის ნიშნებში და ფაქტს ნიცის ნიშნებში პუროში, ქალწულში და თხისქაში არცერთი არაფერი არ გამოირჩევა ნეპტუნი. როგორი მომენტი არის რომ რეალურად როგორ გიდათ ახლა თქვენ თან ერთის ხრივ ამაღლებული პლანეტა არის სადღაც აფრინავს და იქიდან აღდგოს მეორეზე დამიწება ხდება ის ხო? ანუ გამოდის რომ ან საქმეებში დიდი წვევის შესაძლებლობას ეს არ იძლევა, სუსტი ნეპტუნი არის, მასზე დაფნობა არ არის, ცუდი არ არის. იმიტომ რომ თუნდაც თხისქაში აღდგება ნეპტუნის არის, როგორი რჩევა იცით, რომ რასაც ნახავს ის მეთხრით, ხო აი ესე სტანდარტული გზით ასას მიიღებ, პირდაპირ ეს არ ხდება ცხოვრებაში, მაგრამ მოსინჯერა, იმიტომ რომ პრესტიჟული ნაბიჯს გადაგადგმებინებს. აი ესეთი რჩევა არის. ანუ ყველაფერს, რაც არ უნდა სუსტი იყოს, იმას თავისი პლუსი მაინც არის. დიდად გამოკვეთილი მიწის ნიშნებში ნეპტუნი არ არის, კარგად ვერუსებს თავს. შემდეგ არის ჰაერის ნიშნებში ნეპტუნი. აქ საინტერესო მდებარეობა თვითონ იმის გამო რომ ჯგუფებში თქვათ სუსტია, მაგრამ სასწორში და განსაკუთრებით მეწყურში არ შეიძლება ადამიანის სუსტებად ისინი ჩაითვალოს. საერთოდ მეწყურში ნეპტუნი ზოგიერთი სკოლის მიხედვით ეგზალტაციადაც იკვლება, ანუ ძლიერ გამოვლენად. და შემთხვევით არ არის ეს მომენტი, იმიტომ რომ უღრას და ნეპტუნს ორივეს ახასიათებს რაღაცა დონის არასტანდარტულობა, მოულოდნელობა და ამაღლებულობა. სხვადასხვა დონის და სხვადასხვანაირი, მაგრამ რახან ურანის გავლენის ქვეშ ოპზოდების ნიშანი შეხვდება მეწყვილში თქვათ, ხო? ნეპტუნი. აქ მას აქვს უკვე შერეული თვისება, რაღაცნაირი ურანის გავლენაც არის. ამიტომ რაც კი ორიგინალური და არასტანდარტული, იმათში ამაღლებული ამ დაჭერისა და ამოღების და გამოყენების საშუალება მეტი ეძლევა. ამიტომ ეს კარგი მდებარეობა. მე ცოტა ნაკლებად აგიხსნით თხისქაშიც იგივე სიტუაცია. აი თხისქაში ძლიერი იყო ნეპტუნი იმ გაგებით, რომ პრესტიჟულობის მომენტის გაღვიძება ხდება, ასე ვთქვათ, თქვენ იგრძენთ რაღაცა და სინჯობთ ეს ესეა. მე რაღაც მოჭირდა დავწუნდებით რომ ეს ესე არ აკეთებთ ამას, მაგრამ უკვე გადადგმული ნაბიჯები რაც გაქვთ, იმას იყავხავთ პრესტიჟულობისკენ. ასე რომ ესეთი წამოყოფა თხისკამერწყულში, აგერ სადაც ურანის გავლენები დიდი არის, ნეპტუნს ძალიან მშვენიერი აქვს, მაგრამ მეწყულში ძლიერი აქვს უფრო და თხისკაში ცოტა შეკუმშვა. მე ხას აღარ ვუსვამ ქალწულში განწოლს კი არა, სასწორში მდებარეობას არაფერს განსაკუთრების არ ეძლევა. თუ ჰარმონიული გაწოლასწორებული სიტუაცია არის, მაშინ სწორი შეგრძნებები მოდის თუ არა და ნაკლებად სანდო არის უკვე ასეთ შეგრძნებით მიღებული ინფორმაცია. ჰაერის ნიშნების შემდეგ გადაგჭა წყლის ნიშნები. კი ძლიერია ნეპტუნი, ძალიან მისი ბუნებრივი მდგომარეობა, კირჩხებშიც საკმაოდ კარგი არის. მორიოშიც საკმაოდ კარგი არის, თითო მინუსი იქაც აქ, მაგრამ ძალიან კარგი არის თევზებში. საერთოდ ემოციური მიდგომა, რაღაცის სიყვარული, რაღაცის შეგრძნება, ნეპტუნისთვის ბუნებრივი თვისება უფრო ამაღლებულ დონეზე. ხო, ეს ჩვენ შევიგრძენთ, მაგრამ თან რაღაცა ყვება მიდის კიდევ, რომ აი ეს მომწონს, მაგრამ იქიდანაც კაი რაღაცას ვიღებ. კირჩხებში, თქვათ, ნეპტუნი ეს არის ფასეულობები, რომლებიც შეიძლება იყოს დაფუძნებული ახლობლების სიყვარულზე, ახლობლების მიხედვაზე, ესე ვთქვათ, მათთან ერთად რაღაცის გაკეთებაზე, ზრუნვაზე. და ნეპტუნი კარგად ზნობს და საშუალო უკეთესი არის.
მორიუსიც საკმაოდ კარგი მდებარეობა არის და 60-იან წლების მიდამოებში აქეთ-იქით ვინც არის დაბადებული, ყველას მორიუსი ნეპტუნი, იცით თქვენ რომ ურანი, ნეპტუნი და პლუტონი, განსაკუთრებით ნეპტუნი და პლუტონი ძალიან დიდ ეპოქებს ნიშნავს რა 20 წელიანი ასეთ ხალხი არის ზედიზედური დადუღა ყველას ერთნაირია ხო ანუ ეს არ არის პირველი თვისება ეს დაიბადა ასეთ თაობა და მოდის რაღაც მსგავს თვისებებით ან იქაც მორიუსიც საკმაოდ კარგი მდებარეობა ვერ შეიძლება ძალიან ძლიერად მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტრანსფორმაცია და გარდაქმნას ხელს უწყობს ანუ თუ ესეთი ადამიანი სწავლობს იმას რომ მიიღოს ნამდვილ პასუხობებზე კონდეს ორიენტაცია, მაშინ ის ტრანსფორმაცია და გარდაქმნაზე უბიძგებს საკუთარ თავს ეგ მორიუსში მდებარეობს დროს. თემზეში ფანტასტიკურად ძლიერი კარგი მდებარეობა, თუ ადამიანი მზად არის დედატერიზობისთვის, მართლა ყველა მაგას ვერ შეძლებს, მაგრამ ზრუნვა, ახლობლებზე ზრუნვა სხვებზე და ამავე დროს ზრუნვა გარდაქმნაზე საერთოდ სულდება, მაშინ ამას ახერხებს უმაღლეს დონეს. იმედი არის რომ ძალიან ესეთი დაძაბული ასპექტაცია არ ექნება ასეთ ნეპტუნს კონკრეტულ ჰოროსკოპში რომ დიდი ალბათობა რო იყოს შესწავლების დაშვებისა იქ რომ რაღაცაით შემცირდეს თორე გადამოწმება ყველა ჰოროსკოპის დროს ყოველთვის ხდება სად არის ის სისუსტე და სად მოყავს ამისი ანალიზი მაინც ასე რომ ნეპტუნი ჩვენ გვაძლევს გააზრების შემთხვევაში რომ ის არსებობს ჯერ უნდა ვიუხდეთ რომ ნეპტუნი არსებობს მეორე ის არის რომ მისი გავლენა უკვე სხვა შედეგებზე არის ზემოც და აქ ვინც არის ხომოსული ისინი მიხვედრილია რომ ურანიც არსებობს ნეპტუნიც და პლუტონიც აქ არ არის პრობლემა უფრო მეტიც თვალით როცა დაინახეს მერე მიხვდნენ რომ ურანი ნეპტუნი და პლუტონი არსებობს უკვე ყველა მაგიარა მაგრამ ვერ ვზრუნავენ ბევრს აქ ამბიცია იმის დახარა ჰოროსკოპზე ისმენ აი მე ნეპტუნს და ურანს შორის და პლუტონს შორის გადასაღებ ასპექტები ვერ ვქნობ ცუდად თუ ვერ ვქნობ არ განვითარებულთა და გამორთული და ისინი და ის კონფიგურაცია სულ არ მუშაობს და წარიელია ჩათვალე და ის სხვა ასპექტებიდანაც არის იმაში იხარშება ადამიანი ჰოროსკოპები რომლებშიც ისეთნაირად არის ასპექტაცია რომ ჰარმონიული ასპექტები არის მხოლოდ ზედა პლანეტებზე ურანი ნეპტუნი და პლუტონზე დანარჩენი ქვედას სულ დაძაბულია მძიმე ბავშვი უყავს ხოლმე რაღაცა გამწარებულები არიან აი ეს ვიწვალე ის ვიწალე ეს რა იყო მოკლედ ვინც ყველა ჩემთვის მოიცალა იმიტომ რომ არ იყავი ჯერ გაზრდილი იქით დანახული არ ქონდა ჰარმონიულს ვერ იყენებდი და წვალება-წვალებით მოდიოდი ნუ და კიდე არავინ არ აგეცნდა რომ ეს წვალება ნორმალურია და ამიტომ აზობდი რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამიტომ მოდი ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყოველთვის იმ პატარა დაძაბვის შემდეგ, პატარა ტკივილის შემდეგ რა შედეგი შეიძლება მოვიდეს და მაშინ ის დაძაბული ასპექტი უკვე შემდეგ სფეროში უკვე არის ჰარმონიული ასპექტი. პლუტონი, რომელსაც არ ცნობს გერმანული სკოლა, აქ არ არის და ძალიან მეთვლი რომ ძალიან ყველადაც არ ცნობდა. ძალიან პრაგმატულად მივიდნენ ამას თქვენს. ჩვენ ურანს დავაკვირდით 84 წელი ქონდა საშუალება ამისა, ჩამოვწერეთ როდის რა ხდებოდა, ვიცით რა არის თქვათ ნეპტუნსაც დავაკვირდით ბოლო 168 წელი უნდა გარშემოვლისთვის და მისი აღმოჩენიდან 1785 წლიდან 82 წლიდან კი გავიდა 168 წელი და მეტი, ხო? ორი ციკლი პრაქტიკულად თითქმის. და ყველაფერი ნახეთ, ამიტომ ვიცით და პლუტონის გარშემოვლის პერიოდი გქონდა 58 წელი. აღმოჩენილი 1930 წელს გავიდეს 258 წელი მთლიანად მაქედან და იმის შემდეგ პლუტონსაც შევიდანთო აქედან. მაგრამ თქვენ ხო იცით ისტორიულად ასტროლოგიაში მithumetes ფიქტიური პლანეტები ან ისეთი რაღაც მაჩვენებლები რომლებიც მე აღმოჩნდა მართლა რომ არსებობს და მათ შორის პლუტონი ნაციონალსაბჭოელები იყო და აღმოჩნდა. ასევე ნაციონალსაბჭოელები იყო ასტეროიდი ხირონი და ისიც აღმოჩნდა. მაგრამ ასტეროიდი ხირონს აქვს ზუსტად ის გასაღების როლი სატურნი რო გაუშვებს და ურანთან როგორ გაიაროს რო არ იცის, აი ეს გასაღები რო ჩააჭეროს ხელში და გააღებინოს ურანის გასაღები. თორე ურანთან ხო გადაგრებს იმისთან გაკეთებს არ მოგიდება იქით სასკო, ხო? აი სატურნი ეს არის ზუსტად ასტეროიდი, რომელიც ფიზიკურად არის სატურნისა და ურანის ტრაექტორიებს შორის, შიგნით არის მისი ორბიტა. აი ეს არის შუამავალი ამათ შორის. მას იმისიც ესმის და ამისიც ესმის. და ამიტომ მისი ნახატიც ეგეთი ამბოლე გასაღები ახალი. ზუსტად გასაღებია გურაფერის გასაღების როგორც ესეთი. აი რომ დაატრიალებ და ურანი გაიღება. ასე რომ ხილონის მომენტი არის მნიშვნელოვანი. მართალია პირველ ხარისხოვან ინტერპრეტაციებს ჩვენ არ შევიდათ არსად, მაგრამ როცა ძალიან დაგჭირდება და ვიტყვით რომ აბას აიდან მაშინ ესეთი რამე შეიძლება მაშინ ნახოთ ეს.
განსაკუთრებული თხოვნა მექნება, როგორც კი ჩვენ პლანეტების ინტერპრეტაციას გადავთ, რომ ძალიან დიდ როლს თავდაპირველად მიენიჭებს ლილითს. შავი თვარეს, მაგრამ მე ჩვენ ჩავსვათ. მას მეტყვი კარმის ზედმეტ დოზის შეტანა არ დაგჭირდება, მაგრამ როგორც კი შევიდათ, მე საშიში აღარ იქნება ჩვენთვის, მე გამოიყენებთ კარგად. თორემ მოგინდებათ რომ ყველაფერი მას დააბრალოთ, რა და არ არის ეგეთი საზღვრები, ყველაფერი მაგას დააბრალოთ. მოდი ნახოთ ახლა პლუტონის მდებარეობები, რომელიც აქ საერთოდ არ ხარდია, ხო? პლუტონი თავისი შინაარსით ყველაზე მეტად მარსს გავს. ანუ ეს არის მოქმედება უღოთ მასშტაბური. ეს არის გარდაქმნა უღოთ მასშტაბური. ეს არის ზუსტად ისეთი მომენტი, როდესაც ჩვენ როცა ხილულიდან უხილავში გადავდივართ და ხილვანი ვახსენეთ, აქ არის უკვე ლაპარაკი უხილავიდან კიდევ იქითკენ რა არსებობს, სამყარო იმისკენ და გასასვლელი საითაა. თუ ჩვენ ვერ გავდივართ იმის იქით, მაშინ ჩამოაგდეს ვერაფერ ფესმაში. ხო ვიცით, პლუტონის გამგებლობა იქითკენ მიგვითითებს, ანუ გარდაცვალებაზე გამიშვებს. მაგრამ თუ კი ჩვენ გარდაქმნას სწორად გავაკეთებთ, ხო, მაშინ უკვე მივდივართ ტრანსფორმაციისკენ, ცვლილებისკენ. ხო, ეს იცით ჩვენ თქვენ შევიდათ, რომ ტრანსფორმაციის ერთ-ერთი სახეობაა გარდაცვალება, თორე უამრავი საფეხურის გავლენა შეიძლება, ცვლილება შეიძლება და ადამიანი, რომელიც მზად არის, ყოველთვის რაღაც ახალი შეისწავლოს, სხვანაირად შეიცნოს საკუთარი თავი, ის ახალგაზრდობას იხარჯებს. ეს უკვე ექიმების განაციცით და მეთოეთა სასწავლოგიაში სასწრაფოდ და იუგაში ალბათ იგივე შეიძლება სხვა სიტყვებით თქვა, ან იგივე სიტყვებითაც, რომ სწავლა ყოველთვის ახალგაზრდებს ადამიანს. ეს არის ტრანსფორმაცია, რომელიც ხდება იმის გამო, რომ არ შეჩერდა ადამიანი. ვინ ჩერდება, მე ხო იცით, ხშირად დემენცია, მე მალე ხდება, რაღაცა ხდება, ხო? მიხედავთ ის ეს ჯანმრთელობაში კარგად იყოს და კახივით იყოს, მაგრამ აი თიშა და წავიდეს, ყველაფერს ჩამოშვით. მოდი გერმანელებს შევეშვათ და პლუტონს შევხედოთ. ტრანსფორმაცია და გარდაქმნა ცეცხლის ნიშნებში საკმაოდ საინტერესოა, ხო? თუ მას გავხედოთ კიდევ ვერჩი და ლომში რომ გინდა თქვათ ჟირდოსაში საკმაოდ კარგი არის რა ვერჩი უმაღლესი შეფასება ლომშიც ერთ-ერთი საუკეთესო ხუთგულიანად ითვლება და ჟირდოსაში 4 გულიანი რა ჩამოივიდეს რა 6-4 გულა მაქსიმალურად ცეცხლის ნიშნებში ანუ პლუტონი ვისაც ვერჩი ექნება ყოველთვის არის იმაზე ლაპარაკი რომ ამ ადამიანს პირადი აქტივობით შეუძლია დიდი გარდაქმნების ჩატარება საკუთარ თავზე სხვაზეც ფეთქებაც აშიში არის ეს მომენტი, მაგრამ ზომიერად აკეთებს ამას და ესმის რომ დიდი ზალა ადამიანს და დიდი ზალა რაღაცას დამუშტა არტავს და დალეწავს ეგ თუ წინასწარ იცის არ არტავს ესე ხო ცოტა მოუტატუნებს და ესე გააკეთებს. რაც უნდა ხელში რაღაც შემოიფშნოს, როცა შეუძლია უფრო ფაგიზად გააკეთოს. ანუ აქ ადამიანს შეიძლება გააზრება იმისა, რომ არ მინდა რა ზედმეტად ის მე კი გარდაქმნას მივადგებ, მაგრამ სამ ვიზრუნებ რომ გარშემო არ დავლეწო არაფერი. ანუ ძლიერი პლუტონია, დიდი გარდაქმნის უნარია. პრაქტიკულად ზღვარი არ აქვს ამ გარდაქმნის უნარს, თუ მას სჭირდება სწრაფი შეცვლა, შეცვლის კიდეც. თავარი ის არის, რომ არ მიაგროვებს გარშემო ყველაფერი არ გიეწოს. ლომში დაბალება საკმაოდ კარგია, ადამიანს უდგება საჭიროება, უკვე უგროვდება კიდეც ენერგეტიკა იმისთვის და გამოცდილება, რომ ამოხეთქოს და უწოდ გააკეთოს ახლებური შეცვალოს ცხოვრებაში რაიმე. ანუ ამისი ამბიცია არის და ხორცელდება. აი შედოსაში როგორ არის? დიდი ტრანსფორმაცია და გარდაქმნა შეუძლია ფართო მიუწვდომელი საქმეების გადაწვის დროს. ყოველ ცხოვრებაში ეს დიდად არ მუშაობს, მაგრამ აი დიდ დიაპაზონიანს რომ მიადგება, მაშინ ეს შეერთება. შედოსიდან გამომდინარე. აჰა. ისე როგორც ზოგიერთ საერთოდ ახლა ძამ შედოსნებ ის ამონებს ისმენ და კაი რამე შევხედო ზოგიერთ ამ სიტუაციაში ნახულობენ. ხო, მაგრამ ეგეც კარგია. მოდი გადმოვიდეთ ახლა მიწის ნიშნებში. როგორც ესეთი სიტუაცია ხონდა მიწის ნიშნებში ხო ნიშნავს რაღაცა დიდ ცვლილებას, მაგრამ თან დამიცებას, ხო? გინდა პუროში, გინდა თხისგაში, გინდა კალცულში ეს არ არის ძალიან ძლიერი დიაპაზონის მიცემი, მაგრამ პრაქტიკულ საქმეებში ძლიერი გარდაქმნის უნარს კი იძლევა. ანუ თავის პლუს მაინც აქვს, ხო მას, მით უმეტეს თუ კარგი ასპექტაცია ექნა პლუტონს, მაშინ რეალურად ამ ძალას აძლევს ადამიანს, იმ თაობას აძლევს ამ ძალას. თანაც გაითვალისწინეთ, რომ ნეპტუნის და პლუტონის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სახლების და სახლები ზუსტად მრავალფეროვანი მათთვის დადებოს ისე კიდე გადაბმულად ითავს და იგივე ადგილას არის და ვერფალში და დიდ განსხვავებას ჩვენ არ გვაძლევს.
ასე რომ აქ არის ლაპარაკი ზუსტად პრაქტიკულ საქმეებში დიდი გარდაქმნის უნარი არის და მის დაცვის და ცვლილების უნარი საშუალება არის. ძალიან ძლიერდებარებად ეს არ ითვლება ეს ნიშნებში, მაგრამ მაინც თავისას ვასწრებს. მიწის შემდეგ არის ჰაერის ნიშნები. ჰაერის ნიშნებშიც როგორ არის? თუ კი არის კონტაქტების აუცილებლობა, ინტელექტუალური განვითარების აუცილებლობა, იქ დიდი ტრანსფორმაციის უნარი ამ ასეთ ადამიანებს აქვთ, ამ თაობებს აქვთ. და თუ ეს დაინტერესება ურთიერთობების და ინტელექტისა თუ არ არის, მაშინ ის ნაკლებად ჩანს. ეხლა არაფერი განსაკუთრებული არც ტუპებში არის ამ მხრივ, თქვათ არც სასურში და არც მეწყვილში სუსტიც კი არის. ამიტომ ზედმეტად არასტანდარტული სიტუაციები თუ მოხდება, გარდაქმნის უნდა ცოტა უმცირდებათ კიდეც მეწყვილში, ვისაც აქვს პლუტონი. და დაგვჭა წყლის ნიშნები. არც წყლის ნიშნებში დიდი არაფერი არ არის, გაცვალოთ, ეს იქნება კირჩხიბში, არა მორიელში, ბუდიში ძალიან ძლიერია და თევზებში ეს არის, მორიელის შემთხვევაში ძალიან ძლიერი და კარგი მდებარეობა არის და მოდი ესე ვთქვათ, უკიდურესად გარდაქმნის დისულების უნარი, რაც ეხება ემოციურ სამყაროსაც, სულიერ სამყაროსაც, ყველაფრის საშუალება აქვს, როცა მორიელში აქვს ადამიანს და ესეთი თაობა ჩვენ გვყავს. აქაც არის ჩვენთან, ვისაც მორიელში აქვს. ვერძიელს ვერ მოესწარით ჩვენ, მაგრამ მორიელში რამდენიმეს აქვს. ამიტომ ეს არის რა, რომ ვისაც გაქვთ ეს არის ნერვიულად არაფერზე რაღაცა სასწრაფოდ ამის შესაძლებელი რომ არის დაშტამპული აზროვნების ადამიანი თუ გეტყვით ამას ვერ შეძლებს მოსწრე არ დაუჯერებს წავით და დაიწყეთ გაკეთება რა და მე ის გაგვირულიებ როგორ მე იქიდან მოსწრეთ გააკეთებთ შეცვლით მე არ მოგფრეს რაღაც ტყილა და გემრიელად გამოვა შეიძლება თქვენ თვითონაც კარგად შეიჭრეთ მაგრამ შედეგები დაიდება ასე რომ ეს უკიდურესად მორიელის შემდებარე პლუტონისა ჩვენ პლუსად გვაქვს ხოლო საერთოდ წყლის ნიშნებში არის რომ თუ რაიმეს მიმართ ან ვინმეს მიმართ სიყვარული არსებობს, გამოჩეული კონკრეტულად ასეთი ადამიანის მხრიდან, მაშინ მასთან ერთად დიდი ცვლილებების შესაძლებლობა რა თქმა უნდა არის. დიდი უცბად სწრაფად შეცვლის უნარი არის, ჩაიჭრება ეს და დაეხმარება თავის ძვირფას ახლო ადამიანს. ამით მე ყველა ზედაპლანეტების ინფორმაციების მოვყევი და მინდა რომ თქვენ ვიძულებრივ სადაც გავხდით თავისი ძლიერი რომ და თქვით საფსაკეთორე. მინდა რომ თქვენ ყოველთვის შეხედოთ ხოლმე რა სტიქია და ამ სტიქიდან გამომდინარე პლანეტის პრინციპი რაც არის, აი როგორი ტიპის გარდაქმნა შეუძლია ამ პლანეტას რომ მოგვაჭროს, გვაჩვენოს. და თუ ჩვენ ამას სწორად არ მოვთხოვთ, მაშინ ის მე ვეურჩება და შეიძლება აქეთ გავლახოს, ხო? და სიამოვნებაში ჩვენ ვილახავთ ჩვენ თავს პლანეტას ასვერჩით, ჩვენ თვითონ მოვიქეცეთ არასწორად. ეხლა თქვენ რომ რაღაცა ხელსაწყო აიღოთ, რომელიც განკუთვნილი არის, თქვათ 100 გრადუსზე რაღაცის გაცხელების შეზე და 5 წამში ვახცევს ამას გრადუსზე და ნამდვილად თქვენ შეიძლება 30 გრადუსზე გაცხელება. ამას რო ჩართავ და დაგეწევათ რაღაცა რეალია, ხო, ხელსაწყო ბრალი ხო არ არის. აი და ახლავთ ესეთი არის არასწორად გამოყენება პლანეტის შესაძლებლობებს. უბრალოდ ურჩობა პლანეტასთან, შეიძლება დაუმეგობრდეთ, მოეფეროთ და თხოვოთ, მოდი ახლა გადავახდეთ ერთად და გადაახდეთ ჩვენი რა და თქვენ აღმოაჩენთ, აი, კარგ ცხენზე რომ შემოახდებით და ისო კარგად გადაგახტუნებთ, აი ესეთი ნახტომები იქნება და მარტო თუ წაყვინოდით, პატარა ნახტომს გააკეთებდით და საერთოდ თუ უძე ჩამოეკიდებოდით, შეიძლება წეხვიც მოხდებოდა და შუაში ჩავაგდინებავით კიდეც. აი ეს არის პლანეტებთან დაკავშირებით. მე მგონი სხვა რამის დამატება დღეს არ უნდა ღირდეს, შევწყვიტოთ ამაზე და ერთი რაც ჩაწერისა შეგვიძლია თქვა, ძალიან შევეცდები რომ პაუზები არ გამოგვიდეს დიდი. აი ეს არის სხვა.